ქალბატონი სილვა შენგელია უკვე მოემზადა და ახლა ჟიურის წინაშე წარდგება. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. სილვა შენგელია, თბილისი. მინდა გიმღეროთ რუსუდან სებისკვერაძის ჩემი სამშობლო, ჩემი ღმერთია. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. დაიწყო. რატო დააჭირეს იქნებ ხარიცი? ძალიან მიჭირს ამის თქვა, იმიტომ რომ არ მსიამოვნებს ზოგადად კრიტიკა, მაგრამ დოიჯიბო იმაჟო ხალბატონმა რაშია საქმე? მე მგონი არ ღირს მეორე ტურში მოსმენა, იმიტომ ისეთი დეფექტებია, რომელიც რთული იქნება ესე მოკლე პერიოდში გამოსწორებად, ის უფრო ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს. მაგრამ ისე კარგია რომ სიმღერა გიყვარს ზოგადად და სამწუხაროდ მე არ შემიძლია სხვა, არ ვიცი რა დავუმატო. ქალბატონო სილვა, ტონალობასაც ცდებოდით და რიტმსაც და არ არის ეს საკონკურსო შესრულება ნამდვილად. ნანეთია თუ კარგი იყო. ჩემი პოზიცია სავსებით გასაგებია, პირველმა დავაჭირა წითელ ღილაკს, მე გეუბნებით არას, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მოხვედით და სრულიად საქართველოს მოგისმინათ. ამისთვის დიდი მადლობა. სამწუხაროდ არა უნდა გითხრათ. 4 არა. ვაგა წავიდა, დაკარგეთ. აკეთ. ხალბატონს ირმა ჩვენსკე. ფაფუ, დაკარგეს? მოდი. ჟიურის გადაწყვეტილებამ ქალბატონი სილვა აშკარად გააბრაზა. ეხა, ყველას წელს ვინც ვერ გადის, რა გონია. რას ფიქრობ? ჟიურის შეფასებაზე ნამდვილად გამაყოფილი ხმა საოპერო. ეგ სულ ერთია. საოპერო ხმით რომ ემღერა ხომ მოეწონებოდა მე. ბოროტები ვართ ჩვენ, მაგრამ რატო ხარ ბოროტი? ძალიან გამიჭირდა ამის იქნება რომ გადაიყვანო და კიდე სამჯერ ამღერა. უკმაყოფილო მომღერალი პროექტს ტოვებს.